ჩინელებს ძალიან უყვართ სახელების რაღაც განსაკუთრებული შერჩევის წესი აქვს, რომ დაიბადება ბავშვი, რაღაცა ეს აზიანებს ეთქვა ყველა ჰოროსკოპი, რაღაცა ბუნება, ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებენ და იმის მიხედვით არჩევენ ხოლმე სახელებს. მაგრამ მე ასე ძალიან არ მივუდგები ამ თემას, ალბათ უფრო შევარჩევდი მეიხვას, იმიტომ რომ ძალიან ასე ყვავილი. მე არ ვიცი რომელი ყვავილია და რას გავს, როგორი ფერისა? ცოტათი საკურას შეიძლება მივამსგავსოთ, მაგრამ არ არის. ოდნავ აქეთ გამოიწა ესე. უფრო აი ქლიავის ჯიშის სცენარია. უბრალოდ ხილს არის ხამს საბოლოოდ. მარტო ყვავილობს და მე უკვე ისევ შეუძლებლად ხე არის. როგორი ფერის არის? სხვადასხვა ფერებია. ძირითადი ფერი? იისფერი? არა. მეგონა რომ შენი საყვარელი ფერი რადგან იისფერი გამწვანია, ალბათ იისფერი არის ნეტი. მუქი ვარდისფერი და მოწითალო ფერშიც გადადის და ძალიან ლამაზ. თან მაგ ყვავილში ის მომწონს, რომ აი ზამთარში ჩვენთან თუ პირველი რაც ყვავილობს ია, ჩინეთში პირველი რაც ყვავილობს არის ეს ყვავილი მეიხვა.